ბიზინა ივანიშვილის იმედები იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონს გული მოუტრიალდება, თვალი მოუტრიალდება, ფეხი მოუტრიალდება, ბიზინისტანის აკენ ამაო და ფუჭია. ხაზგასმით ვამბობ ვაშინგტონს, შეერთებულ შტატებსანუ და უფრო კონკრეტული რო ვიყო პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო მდივან რუბიოს, პრეზიდენტ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა არის ამის საფუძველთა საფუძველი რა და ის რომ სენატში ჯერ საგარეო კომიტეტის დონეზე მიღებულია მეგობარი აქტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ჩარჩო პოლიტიკას, რომელიც უნდა აწარმოოს შეერთებული შტატების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიზინას და ბიზინისტანის წინააღმდეგ. დიახ, მე გითხარით ორი ბლოგის წინ თუ არ ვწდები რომ ბიზინას აურაცხელი, ბევრი მოდი ასე ვიტყვი, თანხა აქვს გადახდილი ლობისტური კომპანიებისათვის, იმიტომ რომ ამ ლობისტურ კომპანიებს როგორღაც დაებლოკათ მეგობარი აქტის მიღება თუნდაც საგარეო კომიტეტის, სენატის საგარეო კომიტეტის დონეზე, თუმცა ბიზინას აკი გითხარით კიდეც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ეს აქტი უკვე მიღებულია კომიტეტის დონეზე და წინ არაფერი უდგია წინ რომ მიიღოს სენატმაც და სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი სავალდებულოდ შესასრულებელი არის აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ანუ ტრამპის ადმინისტრაციისათვის და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპისათვის. მხოლოდ დემოკრატებს რომ დაეჭირათ მხარი, ამ შემთხვევაში ვერ გავიდოდა, მაგრამ თეორიულად მეგობარი აქტი კომიტეტის დონეზე, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატებს დაეჭირათ და 1 2 3 4 5 6 რესპუბლიკელს დაეჭირა მხარი საგარეო კომიტეტის და გასულიყო ძლივს ეს მეგობარი აქტი კომიტეტის დონეზე. ამ შემთხვევაში ტრამპს კიდევ ექნებოდა ბევრი ან ერთგვარი ლავირების შესაძლებლობა, მაგრამ ახლა როდესაც ორპარტიული და სრული მხარდაჭერით არის მიღებული მეგობარი აქტი, ბიზინა ივანიშვილი შეერთებული შტატებისგანაც კი მიმწყდეულია კუთხეში. მე მესმის, რომ დინარაძენი და სხვები გამოვლენ და იტყვიან, რომ აგე შეერთებულ შტატებში თურმე სულაც არ ებრძვიან Deep State და ტრამპის დაპირება Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ამაო და ფუჭი ყოფილაო, მაგრამ ასე ხომ არ არის. დინარაძეს ხო არ ავყვებით? დინარაძის მდინარეში, დინარაძის კალაპოტში ხო არ ჩავხდებით უკლებლივ ყველანი. ანუ კაფიო არა ყვითელი, არამედ ესეთი წითელი ბარათი აქვს ანთებული ვაშინგტონიდანაც კი ბიზინა ივანიშვილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზინა აწი როგორც არ უნდა მოინდომოს, რაც არ უნდა გააკეთოს, ბიზინა ურთიერთობას ვაშინგტონთან ვერ დაალაგებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზინა გატყდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზინა მოდრკება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზინა შეიცვლის პოლიტიკას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზინა იტყვის, რომ აგე მეც თურმე დამიშვია შეცდომები და მოდი ახლა შევახოცოთ ხელი, ასე მაგალითად კობახიძეს, ბოჭორიშვილს, სხვებს და შესაბამისად დავალაგდეთ შეერთებულ შტატებთან თუ ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოვიყვანს სათავეშიო, შესაძლოა, მან ესე იფიქროს, მაგრამ როგორც 4-5-6 ბლოგის წინ თქვი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ირაკლი რუხაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეზე შეაჩერებს ის არჩევანს და დადებს ფსონს, ირაკლი რუხაძემ 180 გრადუსით უნდა ამოატრიალოს შიდა პოლიტიკა იმისთვის, რომ იოტისოდენა მინიმალისტური შანსი გაჩნდეს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვის, რომ მან ბიზინა ივანიშვილმა დაალაგოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. შორს არ არის ის დღე, რომ სავარაუდოდ, რომ ამ მეგობარი აქტის და სხვა ინიციატივების, სხვა აქტების, სხვა რეგულაციების, კანონების, აქტების, გადაწყვეტილებების, განცხადებების შემდეგ ბიზინა ივანიშვილის ოჯახსაც უშუალოდ შეეხება ის კარგი კონოტაციით რეპრესიები, რომლებსაც დააწესებს შეერთებული შტატები, ანუ სანქციები. ეს ამასაც სავარაუდოდ ელის ბიზინა ივანიშვილი და ელოდოს ბიზინა ივანიშვილი. რუხაძე დაალაგებს თუ არა ვერ გეტყვით, უფრო ვერ, იმიტომ რომ ივან რუხაძე მთლიანად უნდა გაემიჯნოს მემკვიდრეობას ფორმალისტურად შექმნილს ირაკლი კობახიძის მიერ და ყველა რასაკვირველია მიხვდება, ჩახვდება, რომ ეს არის
ბიზინა ივანიშვილის ტაქტიკური ნაბიჯი რუხაზის კობახიძის ჩანაცვლება, იმიტომ რომ თავად როგორღაც ამოისუნთქოს, გადარჩეს, დაუძვრეს სანქციებს და ასე შემდეგ. ანუ ბიზინა ივანიშვილის და აკუზარმაზარი მნიშვნელობა აქვს 12 კი არა, როგორც გადაიხადა 12 მილიონი ლობისტურ კომპანიებში, 120 მილიონი, მილიარდ 200 მილიონი რომ გადაიხადო, თუ შენს მიმართ ნდობა განულებულია, საუკეთესო ლობისტები 57 ხარისხშიც კი ვერ გიშველი, ანუ ყველა დროის, ყველა საუკეთესო 5 ლობისტური კომპანია რომ დაიქირაო, თუ ნდობა შენი არის ნულის ტოლფასი და ბიზნეს ნდობა არის ნულის ტოლფასი, შენ ვერც ვერავინ გიშველის. ეხლა რას აპირებს ბიზინა ივანიშვილი? ერთი სცენარი საუბაზე აქ გითხარით კიდეც, მან შეიძლება მართლაც ფსონი დადოს ასე მაგალითად ირაკლი რუხაძეზე და ამას არ გამოვრიცხავ, კობახიძე გაუშვას, კობახიძეს შეახოცოს ხელი, მთავრობიან, პარლამენტიან, მრჩევლებიან, ავიცი საგარეო მინისტრის და ასე შემდეგ კობახიძის ბუნდღა იყოს უახლოეს ხანებში, ამასთან სადღაც გადაიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან რომელიმე მე-17 ხარისხოვანი ქვეყნის ელჩად და სხვა გუნდი მოიყვანოს. მაგრამ ირაკლი კიდევ ერთი ირაკლი ხო, რუხაძე მაშინ უნდა თქვას შემდეგი რამე, რომ იცით რა არის ეს კობახიძე ცდებოდა, ეს კანონი, ის გადაწყვეტილება, ის რეპრესიული მექანიზმი და ასე შემდეგ, უკლებლი ყველაფერი გასაუქმებელია, ამას ყველაფერს ვაუქმებთ და ამას გააკეთებს კი ირაკლი რუხაძე, ამ შემთხვევაში პაპუაშვილი რასახსენებელია და პაპუაშვილის პირობებში თუ პაპუაშვილის ხელში, პაპუაშვილი და ეს 99 ბანდიტი, ისი თქვენ რომ მოკალათებულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და მაშინ პარლამენტიც უნდა დაიშალოს და მოკლედ ძალიან სიდის ცირთულებს წააწყდება ბიზინა ივანიშვილი, ეს რომ ვიცოდეთ, ამიტომ კი განიხილება რუხაძის მოსვლა და კობახიძის წასვლა, მაგრამ ესეც არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, უდრტვინველად, ესე ხო, შვიდად და წყნარად, ესეც იქნება მთელი პროცესი, ხოლო დასავლეთი, განსაკუთრებით ახლა უკვე შეერთებული შტატები, ითხოვს და იელის 180 გრადუსიან პოლიტიკის შესვლას, ხოლო ნდობა დაკარგულ ბიზნესს რომ ამის შესაძლებლობა, ამის უნარი, ამის შნოა რა აქვს და რომც ჰქონდეს, არც არავინ არ ენდობა, აქ გითხარით, ეს კი ვიცით. აი რას აპირებს კიდევ ერთ გზაზე ვილაპარაკოთ ბიზინა ივანიშვილისა, რას აპირებს და ის აპირებს ისედაც ხო გადასკუპებულია მოსკოვის ნავში, გემში, რუსეთის გემში ხო, აი იმ კარაბლში, რუსკი ვაიენნი კარაბლში, 300-ზე გასაშვებში, ისედაც ხო გადასკუპებულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ჩასკუპებას, გამაგრებას, ჩაჭაობებას აპირებს ამ გემში და ამის ნათელი თვალსაჩინოება ის, რაზეც ახლა ვისაუბრებთ ჩვენ და ეს არის წულუკიანის მიერ თავკაცობით, თაოსნობით, ხელმძღვანელობით შექმნილი საგამოძიებო კომისია. მე წინა ვლოგშიც გავამახვილე ამაზე ყურადღება, მაგრამ ახლა სხვა კუთხით გავამახვილებ ყურადღებას. მთელი არსი, მთელი ამბავი ამ კომისიის მუშაობისა არის ერთი ან სამი რამ. პირველი, მათ უნდათ რომ ომის დაწყება დააბრალონ საქართველოს. წინა ბლოგში თქვი ეს, უბრალოდ გავიმეორებ და მოკლედ. მეორე, ეს არის რომ გამოკვეთონ ამ ომში ეგრეთ წოდებული დამნაშავეები სააკაშვილიდან დაწყებული სხვებით გაგრძელებული და ვიღაცით დამთავრებული და ახლობით 10-12 კაცი და თითოეულ მათგანს მიუყენონ მუხლი სამშობლოს ღალატისა და მესამე აკრძალონ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური პარტიების სუბიექტებს, ინდივიდებს, ლიდერებს საერთოდ სხვა პარტიაში გადაბარგებაც კი აუგრძალონ. რატომ უნდა ვახსენო ახლა ზურა ჯაფარიძე, მაგრამ ზურა ჯაფარიძე თუ არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუ ის გაერთიანდება ასე მაგალითად პოლიტიკურ პარტიაში თავისუფლების მოედანი, უკვე შემდგო როცა მისი პარტია გირჩიმელი თავისუფლება გაუქმდება, იქაც კი მას საარჩევნო სუბიექტად არ დაარეგისტრირებენ, სიაში ვერ შეიყვანს ლევან ცუცქიძე. ეს ვიცით. ეხლა კიდევ თავარი და უფრო მთავარი. შეკვეთა რომ ომი დაიწყოს საქართველოს, ეს წულუკიანს ესე კონკრეტულად და უფრო ზოგადად და კონცეპტუალურად რასაკვირველი აქვს მიღებული ბიზინა ივანიშვილს მოსკოვიდან, ლუბიანკიდან. რაში სჭირდება რუსეთს? რუსეთს ამ სოფლიო ქაოსში, ორმტრიალსა და გაუგებრობებში ან ამ დინამიკაში სჭირდება ერთი ქვეყანა საქართველოს სახით, რომელიც ნახეთ რა საინტერესო სიტყვა, მიბობღდა
აი ეს ანტირუსეთული ქვეყანა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან მანამდელი პერიოდიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან რომელსაც სხვადასხვა სახის პრეზიდენტი ლიდერი სხვადასხვა გვარი პრეზიდენტი ლიდერი მართავდა პრემიერ-მინისტრი თუნდაც და ასე შემდეგ ხო ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული შევარდნაძე და გამსახურდია შევარდნაძე და სააკაშვილი სხვები და იყო ამ რეზილიენსობის რეზისტენტობის ეს წინააღმდეგობის ანუ თავარი ფორპოსტი პირველი კედელი რომელიც აჩერებდა ვიდრე უკრაინამდე ცხადია რუსეთის აგრესიას და რუსეთს როგორც ასეთს როგორც ქვეყანას როგორც იმპერიას აი ეს ქვეყანა უნდა ჩაითვალოს მიბობღებულად ხო ის ამის თაობაზე აი ეს არაჩვეულებრივი აზრი ჩემი აზრით მე უდასტურებ პატივისცემას ცხადია ეს აზრი განავითარა თავის დროზე ჩემთან ინტერვიუში კონტექსტში პრეზიდენტმა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რომელიც აი ხო ვილაპარაკე სალომე ზურაბიშვილზე რამდენიმე დღის წინ უბრალოდ არ მithქვა სალომე ზურაბიშვილს დაიჭერს მეთქი მაგრამ არც მე ამას გამოვრიცხავ სამშობლოს ღალატით დაიჭერს სალომე ზურაბიშვილს მეთქი ეს არ მithქვავს მაგრამ არც ამას გამოვრიცხავ სააკაშვილი ასაკურველია პირველ ყოვლისა დასაჭერი კი არა ამ მუხლით გასა სამართლებელია და მარგველაშვილი ასე თეთრხილთათმიანი ვერ იქნება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ გიორგისაც მიადგებიან დუშეთში და ეთქვიათ რომ მობრძანდით თქვენც ბორკილდადებული პირი ხართ თქვენც უნდა დაგიჭიროთ ბიზნეს სჭირდება რუსეთს სჭირდება აი ეს პირები სიმბოლოები საქართველოს სახელმწიფოებრივი სუდები, სახელმწიფოებრიობისას სუდები, კარგები, ერთმანეთზე უკეთესები, ერთმანეთზე უარესები, შეცდომიანები, არც ერთი არ არის თერთხილთათმანიანი მართლა, ხო? ვინც ოდესმე წავიდა რუსეთის წინააღმდეგ და ვინც ოდესმე წავიდა მის წინააღმდეგ, ისინი სჭირდება 9 კლიტურში და გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი იქნება, სალომე ზურაბიშვილი თუ იქ რაღაცა რაღაც ასაკობრივ უდასტურებ ქალბატონ სალომეს პატივისცემას ცხადი ასაკობრივ სენზებზე არ ვილაპარაკებთ და რაღაც სამართლებრივ თუმცა ამასაც არ დაგიდებთ ქართული ოცნება ცხადია სალომე ზურაბიშვილი იქნება მეორე მიხეილ სააკაშვილი სადაც ვივამეთშია და მას აუცილებლად გადაიყვანენ საპატიმროში და ეს სამი პოლიტიკოსი სამი პრეზიდენტი დავასახელია აქვე მიუჯდება მამუკა ხაზარაძე რომლის დაჭერა კი არ გაუქმდა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არამედ გადავადდა ეს ვიცით და შესაძლოა მას რაღაც ამ მუხლით სხვა სასჯელის მიუსაჯონ ასე მაგალითად ფინანსური ჯარიმა რაღაცა იძულებითი შრომა და ასე შემდეგ მაგრამ მაღალი ალბათობით ჩემი აზრით ბიზნეს ამაზეც კი წავა ხაზარაძე ჯაფარიძე სააკაშვილი კახარია მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი გვარამია გიგა ბოკერია გიგი უგულავა სხვები და სხვები. ხა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ქალბატონ ჩერგოლიიშვილმა თქვა რომ აი ბოკერია დაიბარეთო და მე გეტყვით რომ ჩემი აზრით ბოკერიასაც სასაკვირველია დაიბარებენ არ გამოვა დაუბარებლობა არ დაბარება იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბატონი ბოკერია ოღონდ მას შემდეგ ალბათ როდესაც მოილევენ ამ საკუთარ კი არა რუსეთის აგენტურას ხაინდრავებს და სხვებს და ამ ეს აგენტურა ილაპარაკებს იმას რასაც მას ამ აგენტურას კარდახობენ რუსეთიდან გოგა ხაინდრავა კი ამბობს რომ მე ყველაფერი ვიციო რეალურად არც არაფერი არის ის ხაინდრავა რასაკვირველია იმიტომ რომ მისი ჯერ ერთი საქართველოს ხელისუფლებაში როცა ბრძანდებოდა მას არც არავინ არ აყენებდა საქმის კურსში საბოლოოდ ეხლა თლად გულახდილებით თუ ვიქნებით და მხოლოდ გიავოლსკისთან გადიოდა კონსულტაციებს და ოდენ ხო ისიც ხელისუფლებაში იყო ერთი ხანობა ეს ერთი და მეორე გოგა ხაინდრავას ინფორმაციის თავარი წყარო ასაკურველი არის ფსბ ოღონდ ეს ეხლა ჩანს ეხლა თვალსაჩინოდ ჩანს და რეალურად ეს არის 90-იანი წლებიდან ეს ფლად გულახდილები თუ ვიქნებით და ასე შემდეგ ხაინდრავას დეკი არ დავდივარ ხაინდრავაზე კი არ წვილმანდები უბრალოდ ამ პროცესმა ყველას რუსტრიება მოახდინა ფაქტია და ხაინდრავა ერთ-ერთია და არა ერთადერთი მათ შორის და იმ ადამიანებთან შორისაც ვინც ჩემი ნაცნობია ხაინდრავა ჩემი მეგობარი არასდროს არ ყოფს მაგრამ ხა 5-6 გადავკვეთილ ვარ ჩემ და სამწუხაროდ ეხლა ოღონდ ხაინდრავაზე არ ვლაპარაკობ ეხლა თელაც ულუკიანი ნახეთ როგორ ელაპარაკება გენერალს კარგი იქნებოდა რომ ვიდეო ჩაგვერთო მაგრამ არა უშავს კონტექსტში შაბათს რომ აქ იქ ვისაუბრებ ამ თემაზე გენერალ ყურაშვილს გენერალს სამხრეებიან ვარსკვლავიან გენერალს საქართველოს მცველ სუდს მოდი ესე ვთქვათ თუნდაც
საქართველოს მცველი კი არის, მაგრამ თუნდაც ცუდია, მაგრამ გენერალია ხას უსვამ, ხო? როგორ ელაპტერტილი გესტაპოა ეს წულუკიანი. წულუკიანი ამით აკნინებს არა მხოლოდ გენერალ ყურაშვილს, არამედ ყველას, ვისაც ფორმა აცვია. ყველა მუნდირიანს აყენებს შეურაცხყოფას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აყენებს შეურაცხყოფას და უგლებრივ ყველა ჯარისკაც, ოფიცერს და ასე შემდეგ. მე პარლამენტის რიგით თუ არა რიგითი წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ბიძინა მყავს უკან და მე დაგელაპარაკებით ასე. მაგრამ ეს მარტო 10 შეურაცხყოფა კი არ არის სამხედროების ჯარის. ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ თუნდაც შეცდომიანი ქართული ჯარი 2008-ში მანამდე თუ შემდგომ ის არის ჩვენი ჯარი. ჩვენი სახელმწიფოს ჯარი, რომელსაც მაქსიმალურად ლახავს, მაქსიმალურად ანადგურებს, მაქსიმალურად ასუსტებს და ხვალზე გაუცებად გააუქმებს კიდეც ბიზინა ივანიშვილი და მისი ბიზინისთან რუსეთის კარდახით. ხო და აი წულუკიანზე ამას ვამბობ. გენერალ ყურაშვილს ნახეთ როგორ ელაპარაკება მეთქი. აქვე სამხედროებზე ვიტყვი ბარემ ის მეგობარი აქტი, რომელზეც გავამახვილე ყურადღება. ეს მეგობარი აქტი გულისხმობს მათ შორის სამხედრო დახმარებას საქართველოსთვის თუ ანუ დათქმა ოფიცრებო საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებო პატრიოტებო გულანთებულებო 2008-ში საქართველოს მცველებო ან მოქალაქეებო სამხედროებო რომლებიც სულაც არ მონაწილეობდით მიზესთა გამო მაგალითად ასაკის გამო 2008 წლის ომში მეგობარი აქტში ჩაწერილია ნათლად რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას წვნისა და აღჭურის თვალსაზრისითაც და არა მხოლოდ გაუწევს საქართველოს თუ აქ შეიცვალა ვითარება მდგომარეობა ბიზინა ივანიშვილია ის პირი რომელიც არათუ უკეთესობისკენ არ ცვლის არ შეცვლის მდგომარეობას არამედ უარესობისკენაც წაიყვანს და ის თქვენი სამხედრო ფორმა გექნებათ უკაცრავად რუსულისთვის არა კარგით ქართულად ვიტყვი საკიდზე და საკიდი და პერიოდულად გამოვაღებთ ხოლმე შეიჭყიტებით იამაყებთ დაგბურძგლავთ შრუანტელი დაგივლით ოხ როგორ მსახურობდი მე საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიო იტყვით როგორ მონაწილეობდი ამა თუ იმ საერთაშორისო მისიაში ან ამა თუ იმ წვრთნაში მაგრამ ეს იქნება მხოლოდ საკიდზე დაკიდებული თქვენივე მუნდირი თქვენივე სამხედრო ფორმა განმაგრძოთ მსჯელობა ეხლა რაც შეიძლება მეგობარი აქ ვისაუბრეთ ეხლა რაც შეიძლება რეპრესიებს დაიჭერს თუ არა კვლავ ვიმეორებ და არა მარტო დაიჭერს არამედ ვინც ის ბევრ მათგანს იქნება სამშობლოს ღალატიც კი დააკისროს პასუხისგებლობად ბიზინა ივანიშვილმა და ბიზინისთანმა რუსეთის კარდახით. ეს არის მეორე გზა ბიზინა ივანიშვილის ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად. ანუ ერთი გზა არის რომ შეცვალოს კობახიძე რუხაძით ან სხვა პირით. შესტენოს კობახიძე მდინარაძეს პასუხისგებლობა აღკიდოს ყველაფერ გაფუჭებულზე. თვითონ მშრალად პილატესავით ხელდაბანილი გამოვიდეს. მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება იმდენად მოასუქა ბიზინა ივანიშვილმა ეს ტიპები რომ ესენი ასე იოლადაც რამდენი არიან თან ცოტანი კი არ არიან ესე იოლად ვერ დათმობენ საკონსტიტუციო სამართლოში კობახიძე მაგრამ სადბირის დინარაძე იცვლება დინარაძე ისე მაგას რა ვუთხარი რაც დინარაძე წულუკიანი სადბი ანუ პარლამენტსაც ჩლის როდის ნიშნავს არჩევნებს ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნების სწორს ამიტომ მე ამ კობახიძის ნაგვარია ის რუხაძით ცვლებისა ნაკლებად მჯერა და უფრო მჯერა იმის, რომ ბიზინა ივანიშვილი დაიწყებს განაგრძობს მარწუხების მოჭერას, მიახჩობს და მოახჩობს პროცესს იმისთვის, რომ ყავდეს მეტი გატეხილი, მეტი გაკონფორმისტებული, მეტი გაქცეული, მეტი დაჭერილი, მეტი გაუბედურებული და ასე შემდეგ, რომ ვინც ის იქნება ხვალზე, თვითონ რო ვერ გაუმკლავთ, თვითონ თუ ვერ გაუმკლავდება, შემოაჯლიგინოს კიდეც არა მაინც და მაინც თბილისში სულაც არ არის აუცილებელი გორში ასე მაგალითად რუსული ტანკები და გახრიჩოს ხო ამაზე გამახსენდა რუსეთის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გეგმა არის ბარემ გეტყვით ის რომ საქართველო გახლიჩოს ანუ მაგალითად სამხედრო შეტევა იერიში მიტანოს ჭირდასავლეთ საქართველოზე და მოსწყვიტოს დასავლეთ საქართველოს ამეგროვი გულისხმობა ცხადია პირველ ყოვლისა დანარჩენ საქართველოს რომ აჭარაში ესე იოლად ვერ შევა მიზესთა გამო ეხა ამაზე ნუ აღარ ჩავუღრმავდები ამას ხო და ის ხო გაწყდეს ან მაგისტრალი დაიკავოს გორთან მაგალითად და ასე შემდეგ ეს გეგმა რუსეთს აქვს შემუშავებული არა მარტო საქართველოსთან იმართებაში არამედ მაგალითად ბელარუსთან იმართებაშიც მე ნათქვამიც მაქვს ადრე რომ
ლუკაშენკომ როცა უთხრა რომ მთელი ბელარუსი შემოგიერთდებით პრობლემა არ არისო პუტინმა ბრძანა რომ პარეგიონამ დავარიში ანუ რეგიონ შემომიერთითო რატო იცით რომელი ხარ საქართველოს მაგალითზე გამოვიტანოთ რომელიღაც ეტაპზე რეგიონს შეუერთდებით ერთმა რომელიმე რეგიონმა თქვას რომ არა მე გავდივარ ერთიანი რუსული იმპერიული სივრციდანო მაგალითად ქართლმა დედაქალაქი ხო ქართლშია ხო ეთქვია რომ იცი რა შენ რო გადიხარ აგე კახეთს ხვან იმერეთს ხო წეთამთიანეთს სამცხე ჯავახეთს ქვემო ქართლს და ასე შემდეგ ეს გასვლა სულაც არ უნდა ამიტომ შენ კი გახვალ მაგრამ ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზმი არ გექნებაო ეს FSB-ში შემუშავებული ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა სათავისოდ საინტერესო გეგმა საკრული გეგმა და ასე შემდეგ დასასრულ ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ რეპრესიებზე რომლებიც მოსალოდნელია პოლიტიკოსების გარდა 5-7-10-12-18 ხო პოლიტიკოსების გარდა რომელთა ნაწილსაც მაღალი ალბათობით მიედავებიან სამშობლოს ღალატში და სამუდამო პატიმრობასაც კი მიუსჯიან ამ მურუსიზეების გამოყენებით იგივე ბედი არა მაინც და მაინც სამშობლოს ღალატი არამედ ზოგადად დაპატიმრება ელით შემიძლია დავასახელო გვარსახელებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ცხვილებს ცხადია პირველ ყოვლისა საიას TI-ს სოროსის ფონდის ქართულ სტაფს მას საერთაშორისო გამჭვირვალობა თქვი და სამართლიან არჩევნებს და სხვებს მსხვილები ვინც არის სხვადასხვა სფეროდან ამას ეხება პოლიტიკასთან ადამიანის უფლებათან და იურისპრუდენციასთან აფილირებული და მედიასთან აფილირებული მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები დავასახელეთ თუმცა იქ არიან გარემოსდაც მაგალითად ხო და სხვები იგივე ბედი უკვე შემდგომ ტალღაზე და ეს ყველაფერი სექტემბერ-ოქტომბრამდე უნდა მოესწროს ბიზნესეული გაგებით რუსული გაგებით ელით კონკრეტულ ჟურნალისტებს გვარებით შემიძლია ჩამოვასახელოთ ხალხი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს გულისხმობ ყველას უკლებლივ ყველას ვინც ტონკი მესიჯებით არ მოერგება ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ვინ არ მოერგება მართლა შემიძლია დავასახელო ჩემი კოლეგები მეგობრები მათი დიდი ნაწილი ან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი მეგობარია არ დავასახელებ თუმცა ყველა ვინც არ მოერგება საკუთარ თავს ამოიცნობს ბალიშზე რომ დებთ ხოლმე თავს კი ვიცით რომ არ ვაპირებთ მორგებას და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო იქნება ძალიან გაჭირდება ძალიან უკიდურესად მაგრამ ის შემდეგ იწყება მთავარი აზრი და ეს აზრი მოკლედ უნდა ჩამოვაყალიბო ახლა იმიტომ რომ 23 წუთი იწურება რაც ვიდეობლოგს ადევნებ თვალყურს ეს ყველაფერი მათ შორის უკიდურესად რთული რეპრესიებიც კი არის დასრულებადი სასრული აქვს ბოლო წერტილი აქვს მორგებულ მასთან მოთანამშრომლე საზოგადოებას ის ვერ მიიღებს წავა გვარს არ დავასახელებ ვინმეს გვარს და იჭერს ვინმეს წამოიზრდება იმავე გვარის წარმომადგენელი სხვა ვინმე პოლიტიკოსი ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასე რომ თქვენ ხოლმე დროშას აფრიალებს სხვა ესტაფეტას აიღებს სხვა ეს რომ იცოდეს ბიზინა გრიგოლი ჩივანიშვილი ეს გრამაგის პასუხი და კიდე რაც თავარია ასე მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ მაინც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია უყურეთ რა ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რატომ ეშინია მას არ უნდოდა მას მამუკა ხაზარაძის აი ეხა ესეც უნდა თქვა მამუკა ხაზარაძის შემოსვლა ბიზნესთან პოლიტიკაში იმიტომ რომ მას ალტერნატიული ფულის ეშინოდა არა იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძე ფულში ოდესმე დაამარცხებს ბიზინა ივანიშვილს ცხადია არა ბიზნეს თუ აქ პირობითად ლაპარაკობ 5 მილიარდი მამუკას ასაკრივი 1 მილიარდიც არა აქვს რა ვიცი 200 მილიონი პირობითად ლაპარაკობ ანუ ბევრად მდიდარია ბიზინა ივანიშვილი მაგრამ რაც მეტი მდიდარი ადამიანი იქნება შეძლებული ადამიანი იქნება პოლიტიკაში მის საწინააღმდეგოდ მის მოწინააღმდეგეთ ბიზინა ივანიშვილს თავისი 5 მილიარდიდან მეტის დახარჯვა უწევს და დაუწევს მეტი რესურსის აბა გააღლეტილი
მე მაინც და მაინც დიდარი ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის მომხრე კი არა ვარ, ამიტომ კი არ ვამბობ ამას. უბრალოდ მე გეუბნებით, რომ თვითონ ბიზნეს მოტივაცია რა იყო, რატო ებრძოდა ის გეზერაშვილს, იმიტომ რომ ჯარი გაძარცვა ან რაღაც კოლ-ცენტრები აქვს, ერთი სისულელია და მეორეც რა საგვირველია. დაუმტკიცებადი არა, იმიტომ რომ მე გეზერაშვილს არ მაინტერესებს გეზერაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არხის დამფინანსებელი იყო. არ მაინტერესებს დამტკიცებადი არის, ხო და დაამტკიცო ეხა წილუკიანის წერტილით ხო ვერ ვიმსჯელებთ, ხო? წერტილი რო ამბობს. არა, იურიდიულ სამართლებრივად ვერ დაამტკიცეს ამ გეზერაშვილთან, ვერც ხაზარაძესთან დაამტკიცეს ფულის გათეთრება. მაგრამ ეხა ამაზე კი არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ, არ ვიცავ რა არც ხაზარაძეს, არც გეზერაშვილს, უბრალოდ გიხსნით ბიზნეს რატო არ უნდოდა ისიც. იმიტომ რომ მეტი ფული, ალტერნატიული, მისგან დამოუკიდებელი ფული ნიშნავდა იმას, რომ თვითონ ბიზნა მეც და მეც დახარჯავდა, მეტი და მეტი შემოეხარჯებოდა და ახლა მარტო ტაბლიაშვილი რო იყოს ოპონენტი, ასაგვირველია ბიზნეს დამარცხებას ეს ერთ-ერთზე დებატებში საბოლოო ჯამში რა უნდა? იმიტომ კი არა რომ იოლ არა ენერგეტიკულადაც შეგჭამს, იმეს ალაპარაკოა და ასე შემდეგ, მაგრამ მართლა არგუმენტებით დამარცხებას ნებისმიერ თემაზე ბიზნესი და ბიზნესტანისა რა უნდა, მაგრამ არც დაუჯდები, ხო? ამათ, იმიტომ რომ წინასწარ იცი, რომ ისინი არიან რუსეთისაგან მართული პირები, ინსტრუქცია მიღებული პირები, აკვიატებებით საქართველოს დაიწყო ომი და მიდი და უმტკიცე ახლა შენ, რომ აკლემი არ ახარ. ხო. სულ გაყიდულ ბიზნესზე მიწევს სულ ლაპარაკი. მომავალში წაზები ასე ვიზამ. ნახვამდის.